გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მინდა განვიხილო ესეთი ფსიქოლოგიური მოდელი, რომელიც არის ძალიან განვითარებული, აი უმეტესობა ახალგაზრდობა იყენებს აი ამ მოდელს, რომელიც არის ძალიან რთული ამოსაცნობად. მისი კომბინაციები, მისი მიზეზი, მისი შედეგი არის ძალიან რთული, იმიტომ რომ კლასიკურმა ფსიქოლოგიამ ვერ დაინახა ეს ყველაფერი. რას ნიშნავს კლასიკური? ის რაც იყო დღემდე, ჩვენამდე. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგია, თანამედროვე მეცნიერება პოულობს გარკვეულ იმ მოდელებს, იმ აუხსნელ ასპექტებს, რომელიც დღემდე არ იყო ახსნილი. დღეს მინდა განვიხილო ისეთი ფუნდამენტური, მოდი ესე ვთქვათ, პრობლემა, რასაც ეწოდება ახალგაზრდული კრიტიკული იდეალიზმი. ახალგაზრდული კრიტიკული იდეალიზმი. აი ვინც მოусმენს ბოლომდე აი ამ ლექციას, მისთვის პატარა ლექციას, მისთვის ძალიან იოლად იქნება გასაგები ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ უყურეთ მეგობრებო, ახალგაზრდული კრიტიკული იდეალიზმი. ეს არის ის ფსიქოლოგიური საქციელი, ის ფსიქოლოგიური მოდელი, რომელიც არის მიზეზი შემდგომ უმეტესობა ადამიანის არაფუნქციონალური ცხოვრების, არაიდენტური ცხოვრების. და ეს ლექცია სარგებელი იქნება როგორც მშობლებისთვის, ასევე ნებისმიერ ახალგაზრდასთვის, ვისაც აქვს იმის სურვილი, იმის გარკვეული ფსიქოლოგიური ესეთი გახსნილი არის ის ახალგაზრდა, რომელიც არის ღია იმისთვის, რომ აიღოს ახალი ინფორმაცია ფუნქციონალური მისთვის, იდენტური მისთვის, სარგებელი. კიდევ ერთხელ მეგობრებო, კრიტიკული იდეალიზმი. მოდით განვიხილოთ, უყურეთ, ეს კრიტიკული იდეალიზმი არის ესეთი რიგიდული ფორმა, ანუ არა აქვს დრეკადობა, რიგიდული, ურთულესი ფორმა, რომელსაც იძენს ახალგაზრდა ადამიანი მისი ესეთი პროცესის დროს, როდესაც ის ხდება უფროს დასრული, ანუ როდესაც ჩვენ ადამიანები, ჩვენი სხეული იძენს იმ სტრუქტურას, რომელიც მზად არის ნებისმიერი მისი ფუნქციისთვის, ზრდასრული ფუნქციისთვის, ამასთანავე ჩვენში ფორმირდება ესეთი უკვე გარკვეული ფსიქოლოგიური ანალიზის საშუალება, რომლებიც აჭარბებს ბავშვურ ხედვას. რას ნიშნავს ეს იგი? როდესაც ჩვენ ვიყავით ძალიან პატარები, საერთოდ არ ქონდა რაღაც კრიტიკული აზროვნება. მერე ჩვენ ვიყავით ბავშვები, მერე ჩვენ ვიყავით უფრო ყმაწვილებს ეძახიან, ხო მაგალითად. მაგრამ მერე ადამიანი შედის ისეთ ფაზაში, ისეთ ასაკში, სადაც მას უჩნდება გარკვეული კრიტიკული ხედვა, ანუ ის ზომავს, ის ხედავს სამყაროს უკვე თავისი შიგა პოზიციიდან. მას უჩნდება ესეთი მყარი პოზიცია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რომ განსაზღვროს ეს ცხოვრება, განსაზღვროს სხვისი საქციელი, გაუკეთოს ანალიზი, გაუკეთოს გაზომვა, გარკვეულ მოქმედებას. ანუ სანამ ჩვენ პატარები ვართ, ჩვენ გვასწავლიან ცხოვრებას, გვეუბნებიან, ესე გააკეთე, ესე არ გააკეთო, ესე არ შეიძლება, აი ესე შეიძლება, ეს კარგია, ეს ცუდია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და მიახლოებით 13 წლიდან 16 წლამდე და მერე გაგრძელებული ჩვენში ფორმირდება ესეთი განსჯის კრიტიკული ანალიზის საშუალება. განსჯის ასე იგი ის რაც ჩვენ გვითხრეს უკვე არის როგორც ფუნდამენტი და შემდგომ აი ამ ყველანაირი კომბინაციებიდან რაც ჩვენ გვასწავლა უფროსებმა, სკოლამ, მშობლებმა და ასე შემდეგ, აი ამ ყველაფერ ფუნდამენტში ჩვენ უკვე ვხედავთ რაღაცას ჩვენსას, ინდივიდუალურს. ყველა ადამიანს აქვს აი ეს თავისი ინდივიდუალური ხედვა. ამ დროს მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება უფრო გადასულია უფროსებზე, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ჩვენთვის როდესღაც იდეალები, ისინი იყვნენ ჩვენთვის როდესღაც მისაბაძები, ისინი იყვნენ ჩვენთვის როდესღაც მაკონტროლებელები, თუ გინდათ,
ისინი იყვნენ ჩვენთვის როდესღაც სამაგალითო უფროსები. მათ ჩვენ უჯერებდით, გვწამდა, სამაგალითო იყვნენ და ასე შემდეგ და ვაკვირდებით უფრო მათ. ვაკვირდებით მათ იმ ხალხს, ლაპარაკია ჩვენი მასწავლებლები, პედაგოგები, ბებიები, ბაბუები, მშობლები, ჩვენი უფროსები, რომლებიც იყვნენ ჩვენი, ესე იგი, ეს პიროვნებები, რომლებმაც ჩვენ შეგვიყვანეს, მიგვიყვანეს, მოგვიყვანეს აი ამ საზოგადოებაში, აი ამ უფროსების ზრდასრულების საზოგადოებაში, სოციუმში, სოჩეტა, საზოგადოება. და აი ამ დაკვირვების პროცესში, ჩემო კარგებო, ჩვენ ახალგაზრდები ვხედავთ, რომ ის ხალხი, როდესაც ჩვენთვის იყვნენ სამაგალითო, ჩვენთვის იყვნენ მითოლოგიზირებულები, ჩვენთვის იყვნენ იდეალები, უშვებენ შეცდომებს. არ არიან სრულყოფილები. ეშლებათ რაღაც გარკვეული პოზიციები. ჩვენში შეიჭრება რაღაცა გარკვეული ეჭვის თვალი. ჩვენ ვიწყებთ მათ განსჯას, მათ გაზომვას, მათი საქციელის ანალიზს. ვხედავთ, რომ ის პოზიციები, ის პარამეტრები, რომლებიც მათგან იყო ჩვენს მიმართ მიმართული, არ ფუნქციონირებს მათში. მეგობრებო, ჩვენ ისინი, ის უფროსები, გვეჩვენება შეზღუდულები. გგონია არასრულყოფილები, ისეთი როგორიც, ანუ, როდესღაც ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი იყვნენ ჩვენთვის სრულყოფილები, მაგრამ ეხლა უკვე როდესაც ჩვენ გაგვიჩნდა ეს კრიტიკული ხედვა, ის უფროსები, რომლებიც ჩვენ გვასწავლიდნენ ცხოვრებას, ჩვენ უკვე შეზღუდულები გგონია. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს არ ყოფილა ისე თურმე, როგორც ჩვენ გვეგონა, როგორც ჩვენ გვეჩვენებოდა. ისინი აღარ გამოიყურებიან უკვე როგორც ახტაცების მაგალითი, როგორც სამაგალითო. ჩვენ ვხედავთ მათ შეცდომებს, მინუსებს, შეზღუდვებს. ჩვენ ვაკვირდებით მათ საქციელს, მათ ლაპარაკს, მათ მორალს, ხანდახან ტრადიციულს, ხანდახან სისულელესაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უფრო მეტად ლაპარაკობენ წარსულზე, ბრავირებენ თავიანთი წარსულით. ჩვენ ამას ყველაფერს უსმენთ, ვხედავთ ამას ყველაფერს. ისინი მითოლოგიზირებას უკეთებენ თავიანთ წარსულს. უკეთებენ ესეთ თავიანთი წარსულის უპირატესობის აღწერას. ესე იგი მიდის ესეთი გარკვეული დიალექტიკა მათ მხრიდან, სადაც ახალგაზრდა ხედავს თავის რეალურობაში, რაც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. შემდგომ, როდესაც მაგალითად რაღაცა არის გასაკეთებელი, ჩვენ ვხედავთ, რომ უფროსები ვერ აკეთებენ საქმეს. ვერ აძლევენ გარკვეულ პასუხს რაღაც კონტექსტს, რაღაც სიტუაციას, რაღაც პრობლემას. მათ აქვს თავიანთი პრობლემები, ვერ შეულებენ ფულს. და ასე შემდეგ. მოკლედ რო ვთქვათ, მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ აი ამ პერიოდში, აი ამ ახალგაზრდულ პერიოდში ვხედავთ უფროსების არასრულყოფილებას. მათ სისუსტეს გარკვეულ პოზიციებში, მათ ვერ ძალუძს ის გამკლავება იმ რეალურ პრობლემებთან, იმ რეალურ პოზიციებთან, რასაც ისინი ჩვენს გვიყვებოდნენ, გვასწავლიდნენ. და აი ამ რაღაცა 4-6 წლის შუალედში ჩვენ უფრო მეტი გვესმის ეს ყველაფერი, ჩვენ უფრო მეტი გვესმის სისტემის არასრულყოფილება, გარკვეული ლაპარაკი ახლა სახელმწიფოებრივ სისტემაზე, ხო? პარლამენტია ეს თუ სასამართლოა თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ უფროსების ბევრ შეცდომებს, ვხედავთ ამ ქაოსს, რომელიც შექმნილია ამ უფროსების მიერ. ვხედავთ აი ამ ეკონომიურ პრობლემებს, პოლიტიკურ პრობლემებს, სოციალურ პრობლემებს და ასე შემდეგ. ვხედავთ, რომ ის სამყარო, რომლებიც არის უფროსების მიერ აწყობილი, შექმნილი, არ არის ისეთი სრულყოფილი,
როგორიც ჩვენ რომელსაც ჩვენ ისინი გვიხატავდნენ, როდესაც როგორც ჩვენ ეს გვეჩვენებოდა, როგორც ჩვენ ვიხატავდით ამას ყველაფერს. ანუ მას შემდეგ მეგობრებო, რაც ჩვენ ხედავთ აი ამ მრავალ შეცდომებს, სისუსტეს, არასრულყოფილებას, უფროსების ზრდასრულების, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არიან, ჩვენში შეიჭრება ესეთი ფსევდო, ესეთი ყალბი პატარა უპირატესობის შეგრძნობა. ჩვენ გვიჩნდება ესეთი თავდაჯერებულება, რომ ჩვენ ვართ მათზე უფრო კარგები, მათზე უფრო ძლიერები, შეგვიძლია მათზე უფრო მეტი, რომ ვართ მათზე უფრო მაგრები. აი ამ უპირატესობის შეგრძნობის გამო, რომელიც გამოწვეულია უფროსების ზრდასრულების სისუსტით, ის კი არა რომ ჩვენ ხდებით მათ მიმართ აგრესიულები, ან ისინი უფრო ნაკლებად გვიყვარს, არა. ჩვენ ხდებით მათ მიმართ უფრო ლოიალურები. თითქოს და მათ სჭირდება ჩვენი დახმარება. ჩვენი აი ეს სიძლიერე უპირატესობა. პარალელურად ამ დროს ჩვენში ფორმირდება ეს პერფექციონიზმი, ანუ პერფექტო, საუკეთესო, მე მაგარი ვარ, მე საუკეთესო ვარ, მე იდეალური ვარ, მე ყველაზე და ყველაფერზე კარგი ვარ. აი ესეთი ფსიქოლოგიური მოდელი ფორმირდება ახალგაზრდაში აი ამ პერიოდში. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები, მშობლები, მასწავლებლები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ, ისინი ყოჩაღები არიან, კი, აკეთებენ საქმეს. მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ არიან იდეალურები. მათ აქვთ ბევრი ხარვეზები, ბევრი შეზღუდვები. მაგრამ მე არა, მე მაგარი ვარ. მე სრულყოფილი ვარ. მე უკვე ყველაფერი გავიგე. მე ამას ყველაფერს ხედავ. უბრალოდ ახლა ისინი უფროსები არიან, მე ჯერ პატარა ვარ. მე მაგარი ვარ, მე მაგაზე უფრო მაგარი ვარ. მე შემიძლია ისინი ვაკრიტიკო. მე ვხედავ სხვას, მე ვხედავ ჩემს თავს. მე ვხედავ რომ მე მათზე უკეთესი ვარ. ჩემო ახალგაზრდებო, აი ესე იწყება თავის მოტყუება. ფსევდო იდეალიზირება თავისი პერსონის. მომავალში, იმიტომ რომ საუკეთესო დროს ჩვენ ადამიანები კარგავთ მომავლისთვის, სრულყოფილებისთვის, ზრდისთვის, იმისთვის რომ ვიყოთ სუბიექტები ცხოვრებაში. შევძლოთ ბევრი რამის გაკეთება, რეალიზება ჩვენი პოტენციალის. ჩვენ ყველაზე კარგ დროს ვკარგავთ 14-დან 24 წლამდე. სამწუხაროდ ესეა. და შემდგომ ესეთი ადამიანი უკვე ვეღარ შედის აი ამ სოციუმში, რომელსაც აკრიტიკებდა აი ამ საზოგადოებაში, ამ ეკონომიურ პოზიციებში, ვეღარ შედის გამართული, ვეღარ შედის დარწმუნებული თავის თავში. ის უკვე ვეღარ ხდება პასუხისგებელი თავის ცხოვრების. ვეღარ მოქმედებს ისე როგორც საჭიროა. ეს ცრუ თავდაჯერებულობა ხდება სამი მიზეზის გამო. პირველი, ობიექტური რეალობა, როდესაც ახალგაზრდა რეალურად ხედავს სამყაროს სისუსტეს, უფროსების სისუსტეს, გარკვეულ სისუსტეებს და შეცდომებს, რომელსაც უშვებს საზოგადოება. როდესაც ის ღებულობს პირველ ცოდნას, როდესაც ფორმირდება მისი ზრდასრული ფსიქიკა, ხედავს ამას, რომ უფროსები ვერ უმკლავდებიან პრობლემებს, არ არიან ობიექტურები, არ არიან შეძლებულები იმაში, რომ გადაწყვიტონ კონკრეტული პრობლემები. ეს არის პირველი მიზეზი. პირველი მიზეზი, სადაც უჩნდება ახალგაზრდას ესეთი ფსევდო თავდაჯერებულობა, ცრუ სიძლიერე, რომელიც არ არის რეალურად დამტკიცებული. რეზულტატებით საფუძველი არ აქვს ამას. პირველი მიზეზი, რეალური, ობიექტური რეალურობა და ამ რეალურობის დანახვის პროცესში შეძენა აი ესეთი პოზიციის, აი ესეთი ინფორმაციის. ეს არის პირველი მიზეზი. მეორე მიზეზი არის თვით
დარწმუნებულობა, ესე იგი თვით დაჯერება, რომელიც ეს თვით დაჯერებულობა იწვევს უსაფუძვლო მომავალი კეთილდღეობის ილუზიას. ესე იგი, ესეთ უპასუხისგებლობას, ესეთი იოლად გასვლის ილუზიას ცხოვრებაში. მე ისედაც ყველაზე მაგარი ვარ. მე ხედავ სხვის სისუსტეებს. რატო უნდა დავიძაბო, რა თქმა სწავლა, რა თქმა თავის დაძაბვა და რაღაცების გაკეთება. ისედაც მაგარი ვარ. და ადამიანი აღარ ავარჯიშებს თავის თავს ზრდაში, პრობლემების გადაწყვეტაში. არ იძენს პროფესიას, არ იძენს ცოდნას. რა თქმა ისედაც მაგარი ვარ. შემდგომ მეგობრებო, ესეთი პოზიცია, ესეთი ცნობიერი ფიქსირდება მახსოვრობაში, ფიქსირდება ცნობიერში, ფიქსირდება ფოქცნობიერი, ფიქსირდება ქვეცნობიერში. და ყოველთვის მეორდება. როდესაც ადამიანი წაწყდება, შეაწყდება რაღაც პრობლემას, აი ეს გარკვეული წარსულიდან რაც მოსდევს ადამიანს, ეს დაფიქსირებული პოზიცია, ეს დაფიქსირებული ხედვა ცხოვრების ყოველთვის უსწრებს წინ ადამიანს. ყველაზე პატარა საქმეებიდან დაწყებული, ყველაზე დიდით დამთავრებული. იმახსოვრება, მყარდება. ესე იგი, ივსება ამით ფსიქიკა. შემდგომ აი ამ თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად ახალგაზრდა იწყებს უფრო მეტად ძიებას, ძებნას, აი ამ შეცდომების უფროსებში. აი ამ არასრულყოფილების ძებნას საზოგადოებაში, უფროსებში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში არ აქვს მნიშვნელობა, მეზობლებში, სახლში და ასე შემდეგ. იწყებს ძებნას და რო იპოვის, კიდე უფრო და უფრო მკვიდრდება აი ამ პოზიციაში. კიდე უფრო და უფრო მაგრდება აი ამ შეცდომით რეალურობაში თავისი. ეს ხდება მისი რეალურობა. და ახალგაზრდა ადამიანი არაფერს არ აკეთებს თავისი უნიკალურობის რეალიზაციისთვის, თავისი ნიჭის რეალიზაციისთვის, თავისი საშუალებების წრთნისთვის არ მოქმედებს, არ ვარჯიშობს, არ სწავლობს, არ ვარჯიშობს, სპორტზე კი არაა ლაპარაკი. არა, არ იძენს გამოცდილებას, არ ებრძვის პრობლემებს. იმიტომ რა თქმა უნდა, ისედაც მაგარი ვარ. ისედაც ხედავ ყველაფერს, ხვები არიან სუსტები, თორემ მე ხო მაგარი ვარ. ეხლა მე ჯერ პატარა ვარ. მაგრამ აი რო გავიზრდები. რას ქვია კაცო? რა პრობლემაა? სად მექნება პრობლემები? და ეს არის მესამე მიზეზი, მეგობრებო, ანუ პირადი ზრდისთვის მოქმედებების არარსებობა. ადამიანი აღარ აკეთებს არაფერს. არ წვრთნის თავის თავს, არ ამზადებს თავის თავს მომავალისთვის. იქ სადაც შემდგომ რეალურადაა საჭირო მისი ნიჭი, მისი გამოცდილება, მისი ტვინი, მისი ძალა, ფსიქოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არსებობს აი ეს გზა არა აქვს მას გავლილი. აი ეს არის მესამე მიზეზი, კრიტიკული იდეალიზმის. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მიდის წლები და როდესაც ის გახდება 20, 22, 24 წლის, უკვე გვიანია. უკვე უნდა დაეწიო თუ შეძლება. არა ეს უკვე ძნელი ხდება. მაგრამ ეს მან არ იცის. მან არ იცის რომ ის პასუხისგებელია თავისი პოტენციალის მიმართ, თავისი მომავლის მიმართ და ისევ აგრძელებს ისევ ესეთ საქციელს. ესეთ ხედვას. როდესაც ის უკვე რეალურად შეაწყდება პრობლემას, უკვე როდესაც გახდება 20-დან და 24, 25 და ასე შემდეგ წლის, მას უკვე არაფერი არ შეუძლია. პროფესია არ იცის, ფულის შოვნა არ იცის. ის არის რეალური პრობლემებთან თვითონ უკვე როდესაც შეაწყდა ამ პრობლემას, ის არის ამ პრობლემების მიმართ თვითონ არის უკვე სუსტი. მას არ შეუძლია გამკლავება ამ პრობლემებთან. როდესაც ის მიდის სამსახურში, მან არ იცის, არა აქვს პროფესია, არ იცის როგორ ილაპარაკოს, არ იცის როგორ უპასუხოს, არ იცის როგორ მოიქცეს. არ იცის როგორ მოიქცეს ამა თუ იმ კოლექტივში, ამა თუ იმ სიტუაციაში. არ იცის როგორ შეასრულოს საყოფაცხოვრებო რაღაცა ელემენტარული მოვალეობები. არ იცის საბანკო, ფინანსური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი სისტემა როგორ მუშაობს. არ იცის ეს სტრატეგიები, არ იცის ელემენტარული რაღაცები, არ იცის პირად ცხოვრებას როგორ მიხედოს. ამ დროს მას სჭირდება ფული. მაგრამ ვერ შეუძლებს ამ ფულს.
არის ის როგორი შოვოს, უჭირს ამ ფულის შოვნა. და ამ დროს იწყება ესეთი პარაზიტარული ცხოვრება. რას ნიშნავს პარაზიტარული? როდესაც ადამიანი იძულებულია სხვის ხარჯზე იცხოვროს. ან ვიღაცას რაღაცას მოსთხოვს, ან წაართმევს ზოგი ჩადიან კანონდარღვევით საქციელებს. ზოგს მშობლები აძლევენ ფულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან მოეწყობა ისეთ სამსახურში, რომელიც არ შეესაბამება მის ნიჭს, მის პოტენციალს. ის ამას ყველაფერს გრძნობს. ის სწავლობდა რამოდენიმე ენას, არც ერთი არ იცის. დადიოდა მუსიკალურ სკოლაში, ბოლომდე ვერაფერი ვერ შეისწავლა. მოკლედ, მისი ეს წარსული სიდიადე, უპირატესობა შედის კრიზისში. დაიწყება კრიზისი. და ეს კრიზისი მან რო გადალახოს, ამისთვის საჭიროა კომპენსირება, ანუ შეცვლა რაღაცით. უნდა შეცვალოს ეს სიტუაცია, უნდა შეცვალოს ეს თავისი მდგომარეობა, პირადი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტი ამ დროს არის, რომ მთელი სერიოზულობით მოკიდოს ხელი თავის ნიჭს, დაფიქრდეს, შეისწავლოს რაღაც პროფესია, დახარჯოს უფრო მეტი დრო, თავისუფალი დრო. ესე იგი, ადრე თუ სჭირდებოდა 1 საათი სწავლაში, ახლა 2-3 საათი უნდა ისწავლოს. მაგრამ ამას ძალიან ცოტა ადამიანი შვება. და ეს კომპენსირება ხდება შემდგომ რაღაცა ამპარტავნობით. რაღაცა თავის გამოჩენით, ფსევდო თავის გამოჩენით. ესე იგი, მე არა ვარ, მაგრამ მე ვჩანვარ, რომ მე მაგარი ვარ. არა ვარ მაგარი, მაგრამ ამას ხომ ვერ გამოვაჩენ. ამიტომ უნდა გამოვაჩინო და უნდა მოვიქცე ისე, უნდა ვილაპარაკო ისე, რომ ყველაფერი განვითარო. მაგარი ვარ. აი ამაში ვარ მაგარი, ამაში ლაპარაკში, ანეკდოტის მოყოლაში, რაღაცაში კიდე ცემატყეპაში და ასე შემდეგ. ესე იგი, ზოგისთვის ეს გამოიხსახება როგორც ქედმაღლობა და ზოგი ინტროვერტულად იკეტება თავის თავში, იხურება. და ეწყება აი ამ დეპრესიის, აი ამ პროცესი, ანუ ფსიქოლოგიური დეპრესიის პროცესი, ესე იგი, ინტროვერტულად, ინტრო შიგნით, ვეღარ ამჟღავნებს ამას, არ იცის რა ქნას და ამიტომ იწყება თავის შიგნიდან ესეთი დახურული პოზიცია რაღაცა, ანუ თვითონ გძნობს ამ ფრუსტრაციას, მაგრამ რაციონალიზირება ამოტანა ცნობიერში რა არის ეს მდგომარეობა, რატომ არის ეს მდგომარეობა, საიდან არის, ამას ის ვერ შვება. და ამიტომ ეცვლება გარკვეული ფსიქიკური პოზიცია, ფსიქიკა თავისი. ანუ აი ამ ეგზისტენციალური არსებული კრიზისის გამო ეწყება დეპრესია ადამიანს. ხანდახან გადადის დაავადებებშიც. თუ რაღაცის კეთებას იწყებს, რომ გაიხედავს და გამოიხედავს, ხედავს რომ არიან სხვები, ბევრი, რომლებიც რასაც ეს აკეთებს, 100-ჯერ უფრო კარგად აკეთებენ ისინი. ის მასწავლებელი, ის ფაკულტეტის დეკანი, ის რექტორები, ის უფროსები, რომელსაც ის ადრე აკრიტიკებდა, იმათ სამსახური აქვთ. ისინი საზოგადოებაში ღებულობენ გარკვეულ პატივს, გარკვეულ პოზიციებში არიან, რაღაცას აკეთებენ. ზოგი კარგად, ზოგი უფრო ნაკლებად კარგად, მაგრამ ყველა რაღაცა საქმეს აკეთებს. ის ვინც შენ ადრე გეგონა რომ იყოს უსურ. ისინი ყველა აკეთებენ თავის საქმეს. აღიარებულები არიან საზოგადოებაში. შენ კი დიპლომიც ვერ აიღე. ან აიღე, მაგრამ ძლივს. არავითარი სტატუსი არ აქვს. აკრიტიკები დედას, მამას. მაგრამ სახლის დალაგებაც არ იცი. არ იცი სახლის დალაგება, არ იცი საჭმლის გაკეთება. თავის მოვლაც არ იცი. და ის რას როდესღაც ის შენი პერსონა, რომელიც შენს მიმართ იყო იდეალიზირებული, შენთვის ხდება ხაფანგი. აწი უკვე საჭიროა მეტი სხერბლის გაცემა. მეტი მოქმედება, რომ დაეწიო, მეტი დათმობა, მეტი თავის გაწირვა, მეტი მუშაობა, მეტი დაძაბვა. და თუ ამას არ გააკეთებ, ეს შეზღუდვა ახასიათებს შემდგომ თელს შენს ცხოვრებას, თელს შენს მომავალს. ვერ გაიქცევი. მე გასაგებია რომ ახალგაზრდები ამბობენ რომ ეს ჩემი ბრალი არ არის სახელმწიფოა ცუდი. კი მესმის რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს, მაგრამ მეგობრებო, ზუსტად
თქვენი ახალგაზრდული ენერგიაა საჭირო, თქვენი ახალგაზრდული ნიჭია საჭირო, თქვენი ახალგაზრდული გამჭრიახობა, ნიჭი, პოტენციალი, სული, ცოდნა, ენერგია, ძალა, კრეატიულობა თქვენი ეს არის ზუსტად საჭირო. იმიტომ რაც უფრო მეც ვაკრიტიკებთ ჩვენ სხვას, ჩვენ ამით რა ვაკრიტიკებთ სახელმწიფოს, ვაკრიტიკებთ პოლიტიკას, ამაში ხარჯავთ ენერგიას, ამაში ხარჯავთ დროს, თავის თავს არაფერს არ უძინს ადამიანი ამით. პირიქით მიდის და ხარჯავს, უფრო და უფრო შორს შედის ამ შეცდომაში. ანუ ეს სხვაზე გაბრაზებულობა, ესე იგი ახალგაზრდები ბრაზდებიან სხვაზე იმის გულისთვის, რაც თავის თავს გაუკეთეს. მოკლედ ეს არის ყველაფერი ჩემო კარგებო, კრიტიკული იდეალიზმი ქვია თანამედროვე ფსიქოლოგიაში. კრიტიკული იდეალიზმი. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარება. მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, კოლეგებს, მადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ, შემომიერთდით, თამი მეგობდით, მოაწერეთ ხელი ჩემს გვერდს. მომავალ შეხვედრამდე.